უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დილიდან განსაკუთრებულად ემზადებიან. ემის მინე შემატეკმე. ბიპოლარი პრინციპში ამოწმება გააქტიურებული არის, ისო გავაქტიურებს. პრაქტიკულად ძირითადი ეტაპი ოპერაციის დამთავრებულია, ჰემოსტაზი შემოწმებულია და ეხლა მოვიღებთ ეს ვთქვათ ამ რეზერვირებულ სისტემას. ოკეი, მალადეც. პირველი შეფასება და პირველი აპლოდისმენტებით საოპერაციოში ესმის. როდესაც ურთულესი ეტაპი წარმატებით სრულდება, ამას ყველაზე ადრე ქირურგები გრძნობენ. ამ დღეს კი წარმატებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. 20 ივლისს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში არჩილ ჩხოტუამ და ამბროსი პერტიამ რობოტული ქირურგიის გამოყენებით პირველი ონკოუროლოგიური ოპერაციები შეასრულეს. დიაგნოზი ჰქონდა ამ პაციენტს, სიმსივნე ჰქონდა თითქმის, მაინც გამოვიდა შედარებით ხანმოკლე საათნახევარში მეგონი ყველაფერი მოუჩნდა რა თქმა უნდა. ხუროჭილობას რამოდენიმე კოსმეტიკური ნაკერი დაედება. პაციენტს ისე რომ საბოლოოდ როცა ეს ყველაფერი შეხორცდება, იქნება ძალიან ესეთი ნაზი, ნაწიბური, რომელიც დიდად შესამჩნევიც არ იქნება. ამ წუთებს წინ უძღოდა ხანგრძლივი მომზადების პერიოდი. რობოტის კონსოლთან გატარებული უამრავი საათი, სწავლა, ვარჯიში და თითოეული მოძრაობის დეტალური გაანალიზება. ექიმები სწავლობდნენ რობოტული სისტემის შესაძლებლობებს, მექანიკური ხელების მოძრაობის სიზუსტეს, რეაქციას და იმ განსაკუთრებულ კონტროლს, რომელსაც ეს ტექნოლოგია ქირურგს აძლევს. არაერთი უძილო ღამის შემდეგ უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ახალ ინოვაციურ მეთოდს დაეუფლნენ. რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენ რთული იყო პირველი ოპერაცია? მადლობა. პირველი ყოველთვის ყველაფერი რთულია, ვიცით, ხო? და მხოლოდ შემდეგ, როდესაც უკვე რაც მეც აკეთებ, გამოცდილება გროვდება, მე დროშიც უფრო სწრაფია და უფრო მარტივდება. საოპერაციოში იგრძნობა, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიზარდა. ყველა მოძრაობა ზუსტი და გააზრებულია, რადგან რობოტულ ქირურგიაში ყველაზე მცირე დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგებება სიმსივნის მოცილება, ტიპლის შენარჩუნებით, რაც ახალგაზრდა პაციენტთან ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქამდე ამ ოპერაციებს ჩვენ აკეთებდით ღია წესით, ვაკეთებდით ლაპარასკოპიული მეთოდით, რობოტ ასისტირებადი ლაპარასკოპიის მეთოდით. შეამცირებს პოსტოპერაციული გართულებების სიხშირეს, გაამარტივებს ავადმყოფების რეაბილიტაციის პერიოდს და რაც თავარია თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა იქნება უფრო კარგი და უფრო სწრაფად მოხდება მისი რეაბილიტაცია. ოპერაციას მსოფლიოში აღიარებული უროლოგი დავით კაკიაშვილი ხელმძღვანელობს. ექიმი, რომელსაც მხოლოდ ისრაელში 1500-ზე მეტი რობოტ ასისტირებული ოპერაცია აქვს ჩატარებული და რომელსაც ურთულესი უროლოგიური ჩარევების შესასრულებლად რეგულარულად იწვევენ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეიდან ის საქართველოში დააკვირდება რობოტული ქირურგიის განვითარებას. კიდევ. Stop. ეხლა წინ წამოდი. ეს ანიშნავია. Scalpeli. Okay. Yeah. Roboti მოგიტანე. რასპერი მინდა რა. ფიქსირებულია? ცოტა ხანში დავაფიქსირებ. მისი შეფასება ამ გუნდისთვის მხოლოდ კომპლიმენტი არ არის. მისგან პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი შრომის აღიარება განსაკუთრებით ღირებულია. ოპერაციებმა ჩაიარა შესანიშნავად, წარმატებულად და ვთვლი, რომ ადგილობრივი გუნდი იმ ვარჯიშის და იმ მომზადების შემდეგ, რაც გაიარეს, მზად არის ასეთი დონის ოპერაციების ჩატარებისთვის. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ ერთი ოპერაციის ისტორია არ არის. მომავალში რობოტული მეთოდი უროონკოლოგიის კიდევ უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, რადგან ქირურგებმა დიდი ხნის წინ დაასრულეს კამათი, რომელი მეთოდის ჯობს. დღესდღეობით არავინ არ ადარებს სიტყვაზე რომ თქვათ, რითი ჯობია მოძრაობა ცხენით თუ მანქანით. ან როგორც იძახიან ამერიკით, პარაშუტით გადმოხტომა თუ უპარაშუტოდ. ეს დებატი უკვე დამთავრებულია. თუმცა ტექნოლოგიის განვითარებას მხოლოდ ექიმების მზადყოფნა არ განსაზღვრავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა, რათა ეს მკურნალობა მეტი პაციენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას, იმიტომ რომ პროფესიონალებმა შეიძლება მოემზადონ
სათანადოდ ამ ოპერაციების ჩასატარებად, მაგრამ თუ არ ექნებათ დაფინანსება რეალური, რაც არის ამ ოპერაციების თვითღირებულება, მაშინ არ ექნება ამ პროცესს გაგრძელება და არის გამოკვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ცენტრი არ აკეთებს რაღაც რაოდენობას ოპერაციების წლის მანძილზე, შედეგები და ეფექტურობა უფრო ნაკლებია. 20 ივლისს დაგეგმილი ოპერაციები დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი გზა, რომელსაც უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 21 საუკუნის ქირურგიისკენ მიჰყავს.